Am წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში საკრებულოს წევრები იკრიბებიან. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს უწყებამ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო ფილმები უნდა უჩვენოს, თუმცა საკრებულოს დეპუტატთა ნაწილმა ვიდეო მასალის ნახვაზე უარი განაცხადა. ვინ მივიდა და ვინ არ აპირებს მისვლა შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარი ლურიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ საკრებულოს წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ის საკრებულოს წევრების ის ნაწილი, რომლებიც აქ გამოჩნდა, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ისედაც ცხადი იყო, რა საქმიანობას ეწეოდა წინა ხელისუფლება, სურთ საკუთარი თვალით ნახონ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო მასალა და ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკოსებმა რეალობაზე თვალი არ უნდა დახუჭონ. დღევანდელ შეხვედრაში დასწრებას არ აპირებს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი გულიკო ზუმბაძე, რომელიც განმარტავს, რომ მისთვის ისედაც ცნობილი იყო ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესახებ და გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ იმ პირებმა უნდა ნახონ ეს პირები, ვისაც ჯერ კიდევ მათ საქმიანობაში ეჭვში აქვს. ჩვენ ვართ არჩევითი ორგანოს წევრები, ჩვენ ვართ გვაქვს პირდაპირ კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია, რაც გავლენას ახდენს ან თავისი ბუნები, თავისი შინაარსით რაიმე თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინება. ექიმი, რომელიც გაურბის ოპერაციის დროს სისხლის დანახვას არ არის სწორი საქციელი მისგან. პოლიტიკოსი, რომელიც მის საზოგადოებაში, მის ქვეყანაში მომხდარ პროცესს საკუთარ თვალს ვერ უსწორებს და მერე საკუთარი შეფასების გაკეთებას გაურბის, მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკოსი არ არის პოლიტიკოსი. ჩვენი სურვილი არის ის კი არა, რომ დაუთქმეთ ჭყალებში ამ საშინელებით და ამ საზისხლობით, არამედ დავრწმუნდეთ კიდევ ერთხელ ჩვენი თვალით, რომ ეს რეჟიმი, რომელიც იმ დროს ქვეყანას მართავდა, რომელმაც 12800 სერიანი სისასტიკის ფილმი გადაიღოს, მოუტრიალდეთ პოლიტიკოსებმა და უპასუხოთ პოლიტიკოსებს. სახელმწიფო ორგანოებმა გამოამჟღავნეს უსასტიკესი საზარელი ფაქტები, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, ეხლა ველოდებით გამოძიებას და კონკრეტული დასკვნის დადებას და შემდეგ სამართლებრივ რეაგირებას, რაც შეეხება კადრების ჩვენების სურვილს, ვფიქრობ, რომ ნახოს იმან, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, ახლა ეპარება წინა ხელისუფლების სასტიკი რეჟიმის არსებობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ვიდეო ფილმების ჩვენება თავად საკრებულოს წევრებმა მოითხოვეს 24 ივნისს ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენლებმა სამინისტროს ამ თხოვნით მიმართეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ჩვენების დროსაც შეუძლებელი იქნება რომელიმე პირის ამოცნობა. შესაძლოა მიმდინარე კვირაში ეს ვიდეო მასალა ნახონ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში, ამბობენ, რომ იმ ადამიანებს და დეპუტატებს, ვისაც სურთ საკუთარი თვალით იხილონ ეს მასალა და დარწმუნდნენ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაში, ამის საშუალება ექნებათ. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ისინი ისევ საუბრობენ საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნაზე და დღეს ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ნაციონალური მოძრაობის წევრები ბიუროს ხდომაზე დააყენებენ. ეს არის უბრალოდ ფორმა, როდესაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ეს იქნებიან პოლიტიკოსები ადგილობრივ დონეზე თუ სახელმწიფო დონეზე, მე მგონი ყველა უნდა იყოს საქმის ხუში და ვიღაცებისგან არ უნდა იგებდნენ, თქვათ ჭორებით, აი ეს ფაქტებია და ეს არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ვისაც სურვილი აქვს, რომ ნახოს ეს კადრები, უნებრივი არავინ არ არის შეზღუდული, თუ ვისაც არ უნდა ნახვა, არავინ არ აიძულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ამ ფაქტების დროულად სწორი, ობიექტური გამოძიება და კანონის თელი სიმკაცრით დაისაჯოს თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესებში იღებოდა მონაწილეობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის დამკვეთი, შემსრულებელი თუ სხვა ინტერესის მქონე ადამიანი. პირველ რიგში ჩვენ ვარ დაინტერესებული, ესეთი ფაქტები გამოაშკარავდეს და ესეთი ფაქტები უკაცესად იქნეს დასჯილი, რათა შემდგომ მოხდეს პრევენცია და არავის ამ ქვეყანაში არ გაუჩნდეს ძალაუფლების პროდუქტად გამოყენების სურვილი ან სხვაგვარად გამოყენების სურვილი. სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეო მასალა გასულ კვირას შეგახსენებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ასევე მედიის წარმომადგენლებმა ნახეს. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთა ნაწილმა შეხვედრა დატოვა. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ეს მასალა წარმოადგენს მტკიცებულებებს, მათი საჯარო ჩვენება კი დაზარალებულებს ვერ დაეხმარება. რა პოზიცია ექნებათ ამის შემდეგ არასამთავრობოებს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში უკვე დაიწყო ვიდეო ფილმის ჩვენება თბილისის საკრებულოს წევრებისთვის. ეს იყო თამარი ლურიძე.